შაბათის მარში პროტესტის 500 დღე და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთად შეხვედრა. სწორედ ეს სამი მთავარი და მოწინავე მიზეზი აერთიანებს დღეს საპროტესტო საზოგადოებას. ისინი თავდაპირველად 19 საათზე ჩვეულების სამებრ შეიკრიბებიან ფილარმონიასთან. ამის შემდეგ კი გაიმართება ტრადიციული მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ. ოღონდ განსხვავება წინა მარშებისაგან იქნება ის, რომ 12 საათზე გადაინაცვლებენ ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სანთლებით და ერთად შეხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამბობენ, რომ ეს არის საზოგადოება, რომელმაც ძალიან ბევრი დღესასწაული აღნიშნა ერთად, რომელმაც ძალიან ბევრ რამეს გაუძლო ერთად. დედაქალაქის მთავარი გამზირი მთელი მისი არსებობის მანძილზე იყო საკვანძო და მნიშვნელოვანი წერტილი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ ზოგადად მთლიანი საქართველოსთვის. ამიტომ დღესაც არ დაირღვევა ეს ტრადიცია და დედაქალაქის მთავარი გამზირი, რუსთაველის გამზირი გაერთიანებს საზოგადოებას არა მხოლოდ პროტესტის გარშემო, არამედ ისინი 12 საათზე ერთად ისტორიული ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგებიან და ერთად აღნიშნავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. 500 დღის წინააღმდეგობა და შაბათის მარშების ასე თანმიმდევრულად განხორციელება არის ჩვენი საზოგადოების დიდი მიღწევა. აი ვიამაყოთ ხალხო ამით, ჩემოდებოდა ძმებო, რომ ჩვენ ეს შევძველით, რომ ეს თანმიმდევრულობა და ეს შრომის უნარება და ბრძოლა გამოვალეთ. ამავე დროს ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, რომ ჯერ ბევრი ჩვენი დადაძმა არ არის, არ ახართ შემოკარგებო დარწმუნებულები, ჯერ რომ ამაში ჩაერთოთ. ანუ გინდათ, ხედავთ რომ საჭიროა, არ მოგწონთ ეს რეჟიმი, მაგრამ არ ერთვებით რაღაც მიზეზით. ერთ-ერთი მიზეზი, რაც ჩვენი გასაკეთებელი არის, რომ დაგარწმუნოთ, რომ გამოვა აქედან რაღაცა და ღირს, ანუ თავში რო ფიქრობთ, რომ ღირს თუ არა და რა აზრი აქვს, დიახ, აქვს აზრი. ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის გამოძღირს და ჩვენი წარმატებული ცვლილებების გამოძღირს, რომელიც გვაქვს არაერთხელ ნანახი და ახლა უფრო უკეთესად უნდა გავაკეთოთ, ამას ვიაზრებთ, რომ დაგანახოთ ის რეალობა, რომ თავზე ხელაღებული აქ არავინ არა ვართ, ყველას გვინდა უკეთესი საქართველო. 500 დღე ამ ბრძოლის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური მოცემულობა და ასე ვთქვათ, ამ ბრძოლაში დიდი დასაყრდენია ჩვენთვის ფსიქოლოგიურად. ეს გვაძლევს ჩვენ იმ შეგრძნებას, რომ რამდენი ხანით საჭიროა, სადამდეც საჭიროა, იქამდე გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა რეალურად ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნა ამ ემოციაზე, ამ განწყობით, ქვეყანაზე სიყვარულის, ასე ვთქვათ, ბოლომდე შეგრძნებით, ერთად ყოფნის შეგრძნების ბოლომდე გათავისებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბრძოლის 500 დღე ეს არის უპრეცედენტო მაგალითი ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი არ მახსენდება არც ერთი ეტაპი ბრძოლის ასე ხანგრძლივად, ასე მედგრად, ასე მტკიცედ, ასე გადაწყვეტილად განხორციელებული იყოს ბრძოლა. ეს რომ არ ყოფილიყო ეს 500 დღე ჩვენი ქვეყანა სად იქნებოდა დღეს ტოტალიტარიზმის, დიქტატურის თვალსაზრისით და საგარეო კურსის თვალსაზრისით, აი პროგნოზირებაც კი არ მინდა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ 500 დღემ შეუნარჩუნა სახე ჩვენს ქვეყანას. ბრძოლისა და პროტესტის 500 დღე მიუხედავად ყველაფრისა საზოგადოებამ გაძლო 500 დღე ბრძოლასა და პროტესტში. ამბობენ, რომ სანამ მათი გეგმები არ მოვეს სისრულეში და სანამ ქართული ოცნება არ დამარცხდება და არ დასრულდება პოლიტიკური თვალსაზრისით, ბრძოლა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება. ამიტომ შაბათის ტრადიციული მარშების ფორმატში დღეს 19 საათზე მოქალაქეები საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად შეიკრიბებიან ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღევანდელი დღის გეგმა და დღის წესრიგი არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ამიტომ უამინდობის მიუხედავად ყველას ელოდებიან ჯერ ფილარმონიასთან, შემდგომ კი დედაქალაქის მთავარ გამზირზე ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ჯერ საპროტესტო შეძახილები გააგონონ ქართულ ოცნებას, ამის შემდგომ კი ერთად აღნიშნონ და შეხვდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.